აი მე ეს ნახეთ რა გეხვეწებ კატები ამოდიან ამ ადგილას რომ შემოუშვა უყურე ნახე რა გააკეთეს როგორი დასურილი არის და ანალოგიური აი აქ ნახე დილამშვიდობის ხალხი გაუშვიხა სკოლაში წავიდნენ ყავა დავლიე ახლა წავიდეთ კარი დავკეტოთ და აზრზე მოვიდეთ არ ვიცი მუშაობ თუ არა ძალიან შევეხვეწე ჩემ უფროს ხო არა ვარ საჭირო მეთქი და ვიქნები ხო და რა ვიცი რას მეტყვის აბა წავიდეთ ნინოს მივწერე მეთქი დღეს ვიქნები თქო სახში რა და არ მოუწერია პასუხი ეტყობა ჯერ ისევ განსვენებულ მდგომარეობაში ხო სავარაუდოდ კი არა და არ წავალ ვერ წავალ რა იმიტომ რომ რაღაც საქმეები მაქვს და თან ისეთი ტორტი არაფერი არ არის ხო და ეხა ჩემ თავს პირობა მივეცი ეხლა ამ წამს რომ აი სიტუაცია სიზარმაცისა რაც მაწუხებს და ძალიან ბევრი დრო გამყავს უბრალოდ შეიძლება ვიჯდე და ვსკროლო ანუ როდესაც საქმე ისეთი აღარაფერი არ არის და შეიძლება ეს სკროლვის დრო გამოვიყენო თუნდაც სხვა რაღაცაში რა ან საქმეში და სირბილში და იმაში არა უბრალოდ დაჯდე და ადამიანურად ის საქმე გააკეთო რის გაკეთებაც სულ გინდა მაგრამ თან თავს იმაშვები რა რომ აუ გეზარება აუ დაგეზარა და აღმოჩნდება ხოლმე ის დავიძინებ რომ ის პერიოდი რაც შემიძლო რომ ძალიან მაგრა გამომეყენებინა თუნდაც დასახატად და იმისთვის აი ესეთი რომ გავაკეთო და რამდენჯერ თქვი არ ვიყენებ რა მოკლედ მაგ დროს და უბრალოდ ვზივარ უბრალოდ წამოწოლილი ვარ და რაღაცა და არაფერი არ შევდება მაგით და არც არაფერი მაგრამ მე არ მომწონს ეს სიტუაცია და მოკლედ არ მომწონს იმიტომ რომ შეიძლება უფრო ნაყოფიერად გამოიყენო ადამიანმა ეს დღე ხო და დღეს ახლა პირობა მივეცი ჩემს თავს რომ ნახე რა კაი ამინდი გამოდის სარეცხს აღარ შემოვიტა რაც გარეთ არის გარეთ გამიშლება მოვალაგებ რომ უბრალოდ ნაგავში არ ვიჯდე საჭმელი მზად მაქვს და არაფრის გაკეთებას აღარ ვაპირებ და მოკლედ აი ის პერიოდი გავიხსენო და იმ პერიოდივით გავაკეთო დღეს როდესაც არ მეზარებოდა და ერთი სული მქონდა თუნდაც გამეკეთებინა რაღაც დამემთავრებინა რომ დამეწყო თუნდაც ხატვა რა ხო და მოდი და ვეღარ ავანთე ის შუქი რაც მე მინდა ხო და ეხლა ეს დღე იქნება ეგ ზოგადად ამ ოთახში რომ შემოვდივარ ხოლმე როდესაც სახში ვარ და არაფერს არ ვაკეთებ ისეც და გასასვლელი არა ვარ ყოველთვის ხო იცი ადამიანი ზარმაცობს რა ხო და შემოვალ ხოლმე რაღაცას ამივალაგებ საწყობლი მრჩება მე სანამ დაბლა ჩავალ სანამ გავივლი გამოვივლი იქ რავი მე შიგადაშიგ დავჯდები მე ამოვალ ავალაგებს მოკლედ აი მთელი დღე ვაკეთებ იმ საქმეს რაც შეიძლება 1 საათში გააკეთო რა და მე თავს ვიმართლებ აუ ვერ მოვა ანუ ჩემ თავზე ჩემს იმაზე ვლაპარაკობ რა მაგაზე და თავს ვიმართლებ რომ აუ ვერ მოვასწარი და აი მე და აი გულში ფიქრობ რა აი ხო ხარ ღირსი რომ აი გაგლიჯოს ვიღაცა რა ვერ მოვასწარი ქალო გეზარებოდა ზუსტად სიზარმაცე ყველაზე ცუდი რაღაცა არის და ვიცი რომ ეგ მჭირს ახლა ამიტომ აი ხლა ამ ადგილას ხო შემოვედი აი ეს მე ხამ დასაც ვერ ჩავიცმევ აი ეს ყველაფერს ანუ ამ ოთახიდან არ გავალ სანამ ლამაზად არ დავალაგებ ტერიტორიას სანამ ჩემ თავს პირობას ვაძლევ მე ჩავდივარ დაბლა გამოვშვებ ქათმებს ხო და ეზო მილაგებული მაქვს ჭურჭელი თითქმის დარეცხილი მაქვს წყალი მოდის ანუ რავი კაი სიტუაცია მოკლედ იმისთვის რომ
ისინი გააკეთო რის გაკეთებაც წეღან თქვი. რა დაჯდე და დააწებო ის ნახატზე ის ქვები ხო შეგიძლია კი, მაგრამ ვინ უნდა სკროლოს და ვინ უნდა იჯდეს? შენ. აი ეს. მოკლედ, მოგანახეთ ახლა რა სიტუაცია იყო ოთახში. წავედი ახლა მე, ავალაგებ, ჩავიცმე, მოვალაგებ და ასე გავალ ამ ოთახით. სანამ ყველაფერი დალაგებული არ იქნება, ფეხს არ მოვიწვევ. ყავა მისხია ასე, უშინდელი და ამას დავდგავ მე ფეჩზე და გაცხელდება. უნალექოა და მაგიტო თორე ნალექიანს მასე არ ვიზავდი და ვერ ვსვა უნალექიანს. მოკლედ 1-3-4 წუთით გადავიდე. არ გავსულვარ, პირობას ვასრულებ. გარდა იმისა, რომ კარგად ჩავიცვი თბილად. დავჭირე. ასე იგი რა გავაკეთე ახლა? კი არა და ისა. თავი გადავიკვატე, იმიტომ რომ გაშლილი თმები არ მინდოდა. და გავიკეთე პატე წინა საყურები, ეს საყურები იყო ბარბარესი. მე აჩუქა ნინოს და ნინოს კი არ გახვრეტილი ყურები, მაგრამ არ ვიცი რამდენად უკეთდება ისევ საყურები. მე მოიხსნა. და მე გავიკეთე. იმიტომ რომ ძალიან დიდად კონციალები არ მიყვარს მით უმეტეს სახში და რავი რაღაცებით მომიდა თანხად უნდა მითხრა წინაზე რომ ისე გაიბრაჭე და ისე მოდიო. რამდენად გავიბრაჭე არ ვიცი, მაგრამ იმისთვის რომ სიზარმაცე დავძლიოთ, მაგრამ ეზარებოდა მაინც გავაკეთე. უნდა განახოთ ჩემი სეკრეტ სანტას საჩუქარი ხალხნა, რომელიც გუშინ მივიღე ჩემ ტკბილეულებიანად, ტკბილეულთან ერთად. აი ამ ძალიან ვინ არის? მეთქი ნინოა. ძალიან ლამაზ ყუთში იდო, დაშლილ მდგომარეობაში და ავაწყე. ნახეთ, როგორი კაი ყუთია. ესე. შევინახავ ამ ყუთს, რაც რაში გაბოდგეს. ერთ სიტყვით, აქ იყოს. და ავაწყე ახლა ულამაზესი ვაზა. ნახეთ. ეხლა არ ვიცი რამდენად ჩანს და იცი როგორ რაღაცნაირად აი ფერებში გადადის რა, გამჭვირვალეა, მაგრამ ნახეთ, ფერებში გადადის. ძალიან ლამაზია, ძალიან აი რაღაცნაირია, აი ნაზი. მე რადგან არ მიყვარს ნაჩუქარი საჩუქრების შენახვა, ანუ თუ მაჩუქა ადამიანმა მთელი გულით ხო მაჩუქა, ესე იგი უნდა გამოვიყენო. ამიტომ არასოდეს არ ვდებ ესეთ რაღაცეებს. ყუთებში ისე მაგ რაღაცეები ჩალაგებული და ის რა, ანუ რასაც არ ვიხმარ. გიჟივით ხა ყველაფერს ხوار გამოიტანე და კრიშაში მაქვს მაღლა ატანილი. მაგრამ ამის ატანას არ გეგმავ, ხილი და რაღაცა რომ ექნება ხოლმე, ანუ რომ სუფრაზე რა, ეხა კი მაგ მიდგა გარეთ ვაზა და ესა. აუცილებლად გამოვიყენებ ამასაც აი ესე, ნახეთ, ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზია. ეს არის სეკრეტ სანტის, მოკლედ. ეხა ამას გავაბრძანებ გარეთ იმაზე ბუფეტში. აი აქ მაღლა სიცარიელია და ეთყობა, იმიტომ იყო სიცარიელე რომ ეს შედგა. აი ასე. რამდენი ხანი ეს ბუფეტი არ გადის მიქნია რა, შიგიდან გარედან გამომიწმედია. ეხა გეგმა მაქვს ერთი რაღაც. და აუცილებლად უნდა განვახორციელოთ ეგ მედალათა ამ პერიოდში. და რა არის ეხა ეგ გეგმა გეტყვი. როდესაც ამ ოთახს ვარემონტებით, ანუ აი მგოგოების ოთახს რა, ვინც ეხა ახლები ხართ რაღაცა და არიცით, აი ეს კალიდორი და აი ეს ოთახი იყო ერთი დიდი ოთახი. და ეს კედელი გავაკეთეთ, მოკლედ გადავუღობთ და გოგოები ეს ოთახად ვაქციეთ. ხო და სანამ ეს ოთახი იყო თლიანი, ეგრეთ წოდებული შავი ოთახი, იმიტომ რომ აი ყველაფერი აქ ქონდა ხოლმე სათამაშო, ანუ რაღაცა რომ მოგეჭარბება რა და ეს ბუფეტიც აქ იდგა. აი აქ იდგა, კუთხე ქონა გაკეთებული და იმდენ ადგილს იკავებდა რომ რა იყოს. ხო და ჩქარჩქარა ვლაპარაკო გულდა მეღალა. აი ეს შეჭრილი რაც არის ფანჯარა იყო ამოვიღეთ. მაგაში აი ამ კედელზე და აი აქ იყო განთავსებული ხატების კუთხე და შესაბამისად მაგიდაც იდგა იქ. რომელი მაგიდაც შევღებე, ყავისფერი ძველი მაგიდა იყო და ვეღარ ვახდენი, ამიტომ შევღებე, ხა ეს აქ არის.
და ეს ადგილი არის სადაც უნდა გავაკეთოთ ხატები. ნუ ყოველთვის იქით ამხარი არის ხატებისთვის, მაგრამ როდესაც ანუ არ ოთახში არ გიწევს ისეთი არ არის ესეთი სიტუაცია, რომ განანთავსო იქითა კედელზე, არ შავდება არაფრით, რომ სხვა კედელზე გააკეთო. ხო და ეს ხატები მქონდა ბიბლიოთეკაში. დავწმინდი, ამოვიტანე 1, 2 და 3 ყუთი, ამოვიტანე დაწმინდილები, რომ გაგვეკეთებინა უკვე და გაგვეკრა კედელზე ისე როგორც გქონდა. მაგრამ ისა დღეს ხვალ. ამიტომ მინდა რომ აი ამ დღეებში სრულიად ამოვალაგებ, დავწმინდავ, განვათავზებ პიანინოზე, აი აქ, რომ ლაშა რომ მოვა თუ არა, პატარა გვეზდებით თუ რაღაცებით, გავავსოთ კედელი ხატებით, მოკლედ. ისე როგორც იყო, იმიტომ რომ ესე არ მოწონს, როდესაც ჩალაგებულია. აი ასე. ახლა ეს ჩავაქროთ და ეხლა მე უნდა რადგან ერთმანეთის საჩუქრები მისცეს უკვე და მარტო აკრა უსვია. საღებავიანი ხელი აქვს რომელიღაცას შეხებული. ანუ მივეცით მოკლედ უკვე ერთმანეთს საჩუქრები. ხო და ანუ უკვე გაირკვა ვისი ვინ არის და რაღაცა. მე გახსოვთ თქვენ იქ რო ვიყავი ახალ წელს და დიდი ყუთით რო საჩუქარი მოვიტანე და არ განახეთ, იმიტომ რომ ჯერ მეთქი მაინც რა და. მოკლედ მე ვით შემხვდა ამ ადამიანს უყვარს ძალიან ყვავილები, ძალიან და ესეთი ხო ან დიდი ის ვიფიქრე რომ რა შეიძლება და მეყიდა. თან ისეთი რომ თან დეკორაცია იყოს, თან ისეთი რომ ყვავილებთან ლამაზად გამოჩნდეს და თან გამოსაყენებელიც რომ იყოს. ამიტომ იმ ყუთიდან ამოვიღე, იმიტომ რომ ძალიან უშნოთ იყო ის დიდი ყუთი. პარკში ჩავდებ რამეში, არ ვიცი რამდენად ვიშოვები ამ ხელა პარკს, მაგრამ პარკში ჩავდებ და ისე მივართმევ. უკვე იცის ხათომ რომ მე ხათოს სანტა ვარ. ხო და ეხლა განახებთ რა ვუყიდე ხათუნას კაი ხნის შერჩევის შემდეგ. მზადხართ? ნახეთ. სპილო ძალიან მიყვარს, ანუ ეს სპილო ცხენი და მგელი. ესეთი ქანდაკებები და რაღაცეები. ანუ ეს წარმოვიდგინე, რომ თავის ლამაზ ყვავილებთან დადგავს. აქვს ვაზასავით, ვაზა კი არა და ანუ ხო რაღაცა, სათავსო. ხილის არის მეთქი დიდად ვერ იმას გიზავთ, იმიტომ რომ მაინც რა ვიცი, სიმძიმეს და რაღაცას კი აიტანს, მაგრამ უფრო ფიქრობ სულუქი რაღაცეებისთვის არის. თუნდაც პატარა ქოთანი რო დაიდგას აქვე, იქნება ძალიან ლამაზი, თუნდაც კანფეტებისთვის იქნება ძალიან ლამაზი. მოკლედ დანარჩენს ხათუნა გადაწყვეტს რა როგორანაირად. დღეს რო წავიდოდი, მინდა წამეღო, მაგრამ დღეს არ მუშაობს ხათო და შესაბამისად არც მე არ მივდივარ, მივწერე, მაგრამ არ უნახია და თავს ვიზღვევ რომ მე ხო მოგწერე, მეთქი და აქამდე გენახა. არ დავიკომენტარო აქ არაფერი, ხო იცი არ შეიძლება. ხო და ეს არის ჩემი საჩუქარი მოკლედ. აი ეს ნახეთ, აი შუაში აი რაღაცა სიშავეები ვითვლობ, ხო იცი, აი ეს რაღაცა რო ეტყობა, აი თითქოს ნახე ჩამჯდარი იმასავით. მოკლედ რომ მოვიტანე, გავხსენი ამოვიყე ყუთი და რა თქმა უნდა და ვნახე ესენი. მეთქი ეტყობა დებისგან მეთქი გამტროიანდა თქო და ჩავიტანე და ჩოტკით გავხეხე ეს ადგილი რა. და ესა არაფერი, ანუ თავისია რაღაცა სიძველის ეფექტი აქვს რა და მომეწონა ეგ რო არის. ანუ აი ეს გარშემო რაც ის აქვს, აი ვითომ სიშავები და მეგონა რომ ჭუჭყი იყო და რა ბუეტი ვარ, არ იყო ეგ. ხო და აი ამ სპილოს მივართმევ ხათოს. დანარჩენი თვითონ გამოიყენოს. თუნდაც აი, რა ვიცი, აქ არ მაქვს ხა პატარა ქოთანი რომ დავდო და აბა წამოდი გარეთ ვცადოთ. რამდენად ეხლა იმას ვატარებ, რომ ამას გავტეხო. როგორ უნდა ჩავიტანო, არ ვიცი, უღონდ. მოიცადეთ. აი აქ დავდოთ ეს. არ წაიქცეთ. ანუ ხო ხედავთ ესე. და ნუ ეხლა ეს ცოტა მაღალი ქოთანია, მაგრამ არა უშავ.
დაბალი და განიერი ქოთანით წავა. გადავალოს. ან დეკორაციას თვითონ მოუფიქრებს, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცები არ ეშლება. თავისი სფეროა, უყვარს ნახატები, ხატვა და მოკლედ რო ვიფიქრე, რომ ამას მე რაში გამოვიყენებდი. დავფიქრობდი, აი მე ჩემთვის რომ მაგალითად ესეც ვქნე, იმიტომ რომ ჩემი სტილის ადამიანია რა, რადგან უყვარს ის სფერო, რაც მე მიყვარს. ხო და ამიტომ შევარჩიე ეს. მე ჩემთვის მოიფიქრებს. იმის მერე აქ მყავს ეს დაბრძანებული. ვაიმე. აი ესე, ამ ოთახში მყავს ჩემთან. და რამე პარკს მოუძებნი, რომ ეს ქალბატონი ერხა ამ წუთას. ხათუნას ქალბატონი. და აჩუქე. ხო, კაი, შესვენება გვეყოფა. არ გავდივარ პირობა ხომ მოგეცით, არ გავდივარ ამ ოთახიდან, ვაგრძელებ დალაქებას მოკლედ. ყურები მეკავებ, ხა ის რო გავიკეთე. აღარ მინდა რომ ჩავიცვა ხალათი. ხო და ცივა გარეთ, მაგრამ ხა აღარ მინდა რა ხალათი მართლა სუ ხალათი. ამიტომ ამას ჩავიცმევ და ქათმებთან ჩავიდეთ ესე. ოღონდ ჯერ შეწოლი მაქვს ასალაგებელი ჩემი და ნინიკოს. და მოვალ. პირობას გდებ. ბატაწინაობობა. აი ამას ხო შეიძლებოდა ოდნავ კიდე ქონოდა სიგრძე, აი 2 სანტიმეტრი ხო შეიძლებოდა. რო ესა, ანუ რო ჩამოწევ, მე ისე ვადის. მე მინდა ერთი მუქი ცოტა ესეთი ოღონდ ოდნავ მუქი ვიყიდო, გამოსაცვლელად მაინც იყოს. ავედი ამ ოთახის მილაგების ბოლოში. კაი ესეც სარეცხი, რომელსაც უთუ არ უნდა. ეხლა მის შემდეგ სანამ ნინოს ოთახში შევალ, უნდა წავიდე და ქათმები გამოუშვა. გუში ბაცაცოს მოხვედრია ლაშასგან და რომ მოველი მერე ჩემგანაც. ესე იგი ლაშამ თქვა რომ მოველი სკოლიდანო, ესე იგიო ნაგვის ვედრა ამოყირავებული. მთელი ნაგავი მთელეზოში მოდებული. პადლიდან გამოტანილი კაბელები, ან რაღაცა ეგეთები აქვს რა შენახული. რო რავი, საჭიროა რა. ხო და ხოდა ესა სუმო მთელი ეზო იყო მოშანშრულიო, მთელი ეზო. ესე იგი აი არ ვიციო რა კიდე გამიქცა თორე მაგრამ ვცებდიო. ხო და მე რომ მოველი ანუ 6 საათზე მოვედი რა და ფეხი მტკიოდა. აღარ ჩავსვარ და ბლა ისე რომ ნინოს უთხარი რომ მეთქი წადი და ქათმები შეყარე და რო შეყარა თქვა აი რამდენიმე ვიდეოს წინ ერთი შავი ვარიკელა რომ ეჭირა, ძალიან მიყვარს მეთქი რა და რაღაცნაირად თემუს ინკუბატორის წიწილაა და რაღაცნაირად მიყვარს თქო რომ ვამბობ. ხო და იმაზე მითხრა რომ ისოდეო, ვერ დადისო, ანუ ავიყვანეო და შევსვიო. ხო და მეთქი ანუ წინაზე დავინახე რა, რომ ერთი წიწილა დაიჭირა და აი 100 აქნევდა რა, ერთ თამაშობდა ანუ სპეციალურად გაიქცა და დაიჭირა და რა. აი მე ვიფიქრე ეს უეჭველი მეთქი იმას ცემან გაერთო წიწილით რა. ხო და წადი მეთქი ამომიყვანე და საქათმიდან ამოვაყვანინა წიწილი. ესე იგი მთელი აი ეს ბეჭების ხანამ ფრთებით როგორც დაიჭირა, ქონდა სუსის ჩაქცევები. ქათამს, იმ პატარა შემსაყვარელი ქათამს და აი მე ეხა არ შევსურვა რა. და აი რო იტყვე ფეხები მრჩება უკან, რო შევიდე. იმიტომ რომ ისა არ მინდა რომ ეს ვარია დამხდეს მკვდარი, თორე ალბათ გამისტუბრებ მაგას. ჯერჯერობით ძალიან კარგად მიდის სპეცოპერაცია ის ზიზარბაძის შესახებ რაც თქვი.
ანუ კარგად ვასრულებ რა მაგამ ბავს. ოთახში აი ყველაფერი ზედმეტი უნდა ავალაგო, რომ თვალს არ მოხდეს. და დღეს თუ ისე იქნება, გარდინოს გადმოვყრი და ყველაფერი ზედმეტს გადავყრი. ეს ცეკვის ფორმა, რომელიც დღეს ბარბარემ უნდა წაიღოს. ეს გასაუთრებელი მაიკა. თუმცა ესენი კიდე ბარბარესზე. ეხლა რა ვაუთოვებ ხოლმე პირდაპირ შემაქვს ოთახში და ვულაგებ აი ესე მაგიდანზე აქეთ ბარბარესები აქეთ ნინოსები და სკოლდერ მოვლენ იციან რომ და ყველამ თავისი დააბინავს ასე რომ წავედი ახლა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით ეს ოთახი როგორც მოგეცით სიტყვა ისე მივალაგე და ისე გავდივარაკე და ეხლა ჯერ საფათმეში ჩავალ და მე ამათ ოთახს მივხიდა და საბოლოოდ ამას დავაპიროსე ღმერთო ზამთრის მზეზე ვგიჟდები ეს ივანესებია ჯერ არ გავუღვიძია ივანეს ამიტომ აქ ვაგროვებ მაგის ტანსაცმელს ასე და შევიტან ეს ჩემია ეს გასაუთოვებელია მე რა მაგარია და ნახეთ ზე რომ მიეჭირა ეს გარეთ ნაწვიმი რაც იყო რას გავს ფანჯრები მაგრამ დღეს არ გავწმენდავ გარედან შიგნიდან გავწმენდა ვარტო რომ ვიცოდე რომ სუფთაა იმიტომ რომ ისა ყოველ საღამოს იცი რა არის ნისლივით არის და ძალიან წმინდა ის მოაქვს რა ქვია იმას აი ცვილივით და რისთვის უნდა გაწმინდა აზრი არა აჰა ესეც ეს დღეს გარედან აღარ შემოვიტან არაფერ ტანსაცმელს გარეთ გაშლება საკმარისი იქნება როგორც იქნება ასეც ასე აბა თქვენიც ხარხნო პირობას ვასრულებ გიფიცებით